ტყვეების გაცვლა ახსენეთ, ქართველზე ვცვლიდიო. ვიცი რომ ხშირად იყავით ჩართული ამ პროცესში, ტყვეთა გაცვლის პროცესში. თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა, როდესაც თქვათ გათავისუფლებული ტყვე მამას შეხვედრია, ან პირიქით შვილს შეხვედრია, ან მამაშვილობის მომენტი თუ ყოფილა ტყვეების შორის, ან ერთს დავასუსტებ, მე ხშირად არ ვიყავი, ხშირად ვინც იყო და ვინც არ ვიცი მე ძალიან დიდი საქმე გააკეთა და მისი სახელით ბევრი საქმე დღესაც კეთდება, ეს არის პატა ზაქარიაშვილი. კი ბატონო. ჩვენ უბრალოდ როგორც გაერთიანებული შტაბის პრეს-ცენტრის წარმომადგენლები რაღაც მომენტში ამ საქმესაც ვითავსებდით. რაც მამაშვილური ესეთ დამოკიდებულება ტყვეების არ მაქვს, მაგრამ ნათესავის ბიძაშვილი რო შეხვდა ზუგდიდში, როცა ჩავიყვანე 5 ტყვე, ეს პირველი ნოემბერი 1993 წლის, აი მათი სიხარული მაქვს და თვითონ ამ ადამიანების სიხარული უკვე რომ მართლა რომ აი ჭალადიდის გზასო დავადექით და მე თეთრი დროშა მეკავა და მანამდე სულ მაინც ეგონათ რომ სანამ ავტობუსში იყო და ეს თანხლები ორი სამხედრო მახდა ავტომატიანი რომ შეიძლება გაცვლა არ მოხდარიყო და მე რომ დაინახეს ეს ის სიხარული მათი არ დამავიწყდება რა მიკრობდნენ მიუხედავად იმისა რომ დაღლილები იყვნენ საჭმელი არ ქონათ დიდი ხანი ნაჭამი და რაღაც აი მიკრობდნენ და მაშინ ვიგზნე რა არის ადამიანის თავისუფლება რა ამიტომ სიხარული იყო ენით აუწერელი რა და ეხლა წარმომიდგენი ამის შემდეგ ისო დედა შეხვდება როგორი იქნებოდა მაგრამ ერთ-ერთი იმის დროს სამწუხაროდ ვინც ცოცხალი იყო გარდაცვლილი ჩამოვიყვანე და მახსოვს თბილისამდე სახლამდე მივყევი მივაცილე და იქ მახსოვს ტრაგედია იყო ეს რა გზაში გარდაიცვალა? არა, ბოლო დღეებში გამჭოლი ეს ქონდა ჭრილობა. გვარდიელი იყო. და უვლიდნენ ზუგდიდში, მაგრამ ის შესაძლებლობები არ ქონდა, რომ გადარჩენილიყო. ძიმე ჭრილობა ქონდა. ბრძოლის დროს მიღებული და რო ჩავედით, უკვე წინაღამის გარდაცვლილი დახვდა. ხოდა მისი ძმაც ჩემთან იყო, აი ეს ძმის ეს არ დამავიწყდება რა. არ მინდა სახელი თქვა, მაგრამ ის თუ ნახავს ამას აუცილებლად. არც დასამალიც რა არის, კაცო. ფერ დასამალი არ არის. მაგრამ გვარების და სახელების ხსენებას ვერ იდები ხოლმე.